ჩემთვის პატიცემულო მაყურებლებო და მსმენელებო, ახლა მე წარმოგიდგენთ შემდეგ მისი ბლავატსკაიას ნაშრომის საიდუმლო დოქტრინის თარგმნის წაკითხვას. დიდ ბოდიშს გიხდით, ვიცი რომ თქვენთვის სწამებაა, როდესაც მე ვკითხულობ, დიდ ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ, რა ვქნა. ვიცი, ჩემთვისაც არ არის იული, მეც ვწვალობ, მაგრამ მე ისინი ხარია ამ ყველაფრის, ამ ბლავატსკაიას თარგმანი. იცით რა, ჩემთვისაც ბევრი რამ პირველად არის. მე პირველად ვკითხულობ ბლავატსკაიას ნაშრომს და თან თარგმნი პარალელურად. და სიმართლე გითხრათ, არ დაგიმალავთ. თვითონ ბლავატსკაიას ნაშრომი ძალიან იული არ არის, მაგრამ კიდევ კარგი მე რომ რუსული ვიცი და მესმის. რაც არ მესმის, ნაკლებად მე რომ რუსული ტერმინი გავიგო, ჩავიხედო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეზოტერიკული ტერმინები ჩემთვისაც ცოტა უცნობია, რადგან ადრე სად იყო ეს საბჭოთა კავშირის დროს ასეთი ნაშრომები. ეს ეხლა გამოაჩინეს ნელ-ნელა ეზოტერიკური ნაშრომები და ჩვენ შევჩერდით წინა მერვე ვიდეოში, რომელიც ეხებოდა ბლავატსკაიას ნაშრომს, შევჩერდით ცეცხლის ალზე. ხო, მაგრამ მე ცოტა უკან დავიხევი. თითუთი დახლავე. ხო, აგერ დავიწყოთ აქედა. ბრამანი არ გამოვლენილი მომავალში შეუცვლელი სულთა თავისუფალი დაუნგრეველი მაღალი ძირად, შეიძლება ითქვას ფესვად, ერთიანი ჭეშმარიტი არსებობით პარამართხიკისა და აბსოლუტური ჩიტი და ჩაიტანითი. ჩიტი არის გონება, ჩაიტანი არის ცნობიერება. გონება და ცნობიერება ვერ იქნება შემცნობელი, რადგან მას შეუძლია კონდეს ობიექტის შესაცნობი, შეუძლია თუ არა ალს ეწოდოს ცეცხლის ბუნებრიობა. ეს ბუნებრიობა არის სიცოცხლე და სიმართლე სამყაროსი, ხილული ცეცხლი კი და ალი არის აზრი დანგრევის. ახლა მოდით მე შევეცდები ახლა თქვენამდე მოვიტანო ტერმინი პარამარცხიკისა ახსნა. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი ეს რა და მოდით ერთად გამოვიძიოთ. მაპატიეთ, ინტერნეტში ვერაფერი ვერ ნახეთ, ცალკე კიდე მოვიძიე ეს სიტყვა. პარა არის რაღაცის მუსიკალური ან ლიტერატურის ნაწყვეტი, პარა. და მატრიკი გვარი სახელი, რა ვიცი, რაღაც საერთოდ სხვა მხრივ უხვევს. ამიტომ ვერაფერი ვერ ნახე, მაგრამ მოდით უბრალოდ გავაგრძელოთ. ხომ გითხარით, ცოტა ისეთი ტერმინებია ეზოტერიკული. ხო, და ალი არის, ბოლო ფრაზა იყო, ალი არის აზრი, დანგრევის აზრი, სიკვდილი და ბოროტება. ცეცხლი და ალი ანგრევენ არქანტის ხეულს. მათი ბუნებრიობა ხდის მას უკვდავს. ცოდნა აბსოლუტური სულისა გავს მზის, ხო, გავს მზის ბრწყინვალებას ან
სიცხეს ცეცხლში. ანუ ცეცხლიდან გამოვალ სიცხეს და არის თვით აბსოლუტური არსება. ამბობს შანკარაჩარია, ეს არის ცეცხლის სული, მაგრამ არა თვით ცეცხლი. ამიტომ ხო, ეს არის ცეცხლის სული, მაგრამ არა თვით ცეცხლი. ხო, ხომ გესმით? ცეცხლი კი არ არისო, ცეცხლის სულიაო. ამიტომ ბოლოცი უნარებია. სიცხე ან ალი არ არის სულის უნარები. მაგრამ იმისთვის, ვისთვისაც ეს სული არის გაუცნობიერებელი მიზეზი. ხო, სიცხე ან ალი არ არისო სულის უნარები. მაგრამ იმისთვისო, ვისთვისაც ეს სული არის გაუცნობიერებელი მიზეზი. მაღლა მოყვანილი სიტყვები არ არის ძირინოტა მოგვიანებითი როზენკრეიცერების ფილოსოფიისა. პარა ბრამანი, ხო, ბრამანი კი იცით რა არის, ეს არის ინდუისტი მღვდელი. პარა ნიშნავს, მეგითხარით, რაღაც ნაწყვეტს. ხო, ეტყობა რაღაც მიმართულებას ნიშნავს ამ შემთხვევაში. ხო, პარა ბრამანი მოკლედ არის კოლექტიური გროვა კოსმოსისა თავის უსასრულოებაში. და მარადისობაში, ის ბჭყალებში და ეს ბჭყალებში. რომლისათვის შეუძლებელი იყოს მიმაგრებულია, ხო, ეციტუთით რომლებზეც შეიძლება რომლებზედაც შეუძლებელია იყოს მიმაგრებული. ხო, აი მე გითხარით თქვენ, ბჭყალებში ის და ბჭყალებში ეს, ხო, რომელზედაც შეუძლებელია იყოს მიმაგრებული გამანაწილებელი აგრეგატები და საწყისში ეს ბჭყალებში იყო თვით საკუთარი თავი, ერთიანი და უდიდესი შანკარაჩარია ხსნის, ხო, იყოს ერთიანი და უდიდესი შანკარაჩარია ხსნის, რომ ეს ბჭყალებში, ანუ ედა ეს ედა და ის გააჩნია, ამ შემთხვევაში მიეკუთვნებიან, რომ ეს ან შეიძლება ედა იყოს, არ მახსოვს ახლა რუსულში რა წერია აქ, მაგრამ მე ვთარგმნი ასე, ესე იგი არის უფრო მახსოვს, ხო, მიეკუთვნება სამყაროს ლოგეტ ან ჯოგეტ წერია ინგლისურად. სიტყვა დასაწყისში ბჭყალებში, ხო, ეს სიტყვა დასაწყისში ბჭყალებშია მოყვანილი. ნიშნავს ფენომენალური სამყაროსი ახალი გამოვლინებას. ესე იგი, სიტყვა ბჭყალებში დასაწყისში ნიშნავს ფენომენალურ
სამყაროსი ახალ გამოვლინებას. ამიტომ, როდესაც პანტელისტები სიტყვა პანტელეიმონისგან პანტეისტები, როდესაც პანტეისტები იმეორებენ უპანიშადას, როდესაც პანტეონისტები იმეორებენ უპანიშადას, რომლებიც ადასტურებენ როგორც საიდუმლო დოქტრინას, რომ ეს არ შეიძლება შეიქმნას, ისინი არ უარყოფენ შექმნელს ან კოლექტიურ გროვას, სავაკუპნას რუსულად სავაკუპნას ითარგმნება პედაგოგი გაგებით როგორც იქ ეწერა კოლექტივნა სავაკუპნას, კოლექტიური გროვას, სავაკუპნას გროვა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამ სიტყვის ქვეშ სიტყვა სავაკუპნას ქვეშ იგულისხმება ადამიანი. ახლა მე 1-3 ვიდეო მაქვს დადებული რა მასალების, 1 კანონის, სადაც რა წარმოთქვამს ადამიანის სხეულს მთლიანობაში, როგორც სავაკუპნას ტელა დუხ. რაც ნიშნავს ადამიანს, ცოცხალ არსებას, ადამიანს. ამიტომ მე ვთარგმნი იქ ამ შემთხვევაში ამ ფრაზას სავაკუპნას ტელა დუხ ვთარგმნი ერთი სიტყვით ადამიანს. მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი სიტყვა ადამიანი არის უადგილო. ამიტომ დავწერე გროვა. ან კოლექტიურ გროვას შექმნელებისა, ისინი უბრალოდ ვარს ამბობენ და ძალიან ლოგიკურია მიიწეროთ ჭყალებში შექმნა, ეს სიტყვა არის ჭყალებში და მით უმეტესწილად მისთვის ემანაცია ან მისთვის დამახასიათებელი განსხვავება დგება მოიცადეთ, ან მისთვის დამახასიათებელი განსხვავება, რომელიც დგება პერიოდულად ბრამათი ორსქესიანი ძალით. ერთი წუთით ეს ცოტა მთელი ორი წინადადება ისე უნდა წარმოთქვა, რომ აზრი კონდეს. ეს გადავთარგმნი ახლა მე ინტერნეტში შევიდი, მაშინ ინტერნეტი არ მქონდა და რუსულად დავწერე. ან დამახასიათებელი მისთვის განსხვავება, რომელიც დგება პერიოდულად ბრამანი. ან ორსქესიანი ძალით გადაიშლება ან გაიხსნება როგორც გამოვლენილ გაიშლება ან გაიხსნება გამოვლენილ სამყაროში ნარაიანა, რომელიც მოძრავია აბსტრაქტულ წყლებზე სივრცისა. გარდა იქმნება წყლებში კონკრეტული სუბსტანციისა და მის დახმარებით მოძრავი დახტება ახლა გამოვლენილი ლოგოსის სიტყვა. რა არის ლოგოსი?
აქ მე ხარ წარმოვთქვი ფრაზა ლოგოსის სიტყვა. რა არის ლოგოსი? ლოგოს აქვს ძალიან ბევრი ნიშნულობა. პირველი, ლოგოსი არის აზრი, არის სიტყვა. მეორე მნიშვნელობა არსი, ხმა. მესამე მნიშვნელობა რიცხვი. მეოთხე განსჯა. მეხუთე გამოთქმა. მეექვსე არ უნდა მას ჩამოთვლა ციფრით, უბრალოდ მიზეზი, კანონი გააჩნია. ხო და ბრამინები ისინი ვინც უფრო ჯახდებიან პანტეისტების წინააღმდეგ და ადვისტები, რომლებიც ერთი წუთი თავიდან გეტყვით. ბრამინები ისინი ვინც უფრო ჯახდებიან პანტეისტების წინააღმდეგ და ადვაისტები, რომლებსაც უწოდებენ ატეისტებს, ესე იგი ადვაისტებიც ყოფილა მაშინ, რომლებსაც უწოდებენ ატეისტებს, იძულებული არიან მიიღონ ბრამა შემქმნელის სიკვდილად. ყოველი საუკუნის დროის გავლის შემდეგ ამ ღვთაებისა, ასი ღვთაებრივი წლისა პერიოდისა, რომელიც მოითხოვს 15 რიცხვს ჩვენ წელიწად აღრიცხვის გამოსახატავად. მაგრამ არც ერთი ფილოსოფოსი არ უყურებდეს იქნება ამას, ამ სიკვდილს სხვა გაგებაში სულტოვებ ასოებს. სხვა გაგებაში როგორც დროებით გაქრობას ან გამოვლინებული არსებობის პლანიდან, ხო, ამ გამოვლინებული არსებობის პლანიდან ან რომელიც დროებითი დასვენება. ხო, ამ სიტუაციაზე, ამ მდგომარეობაზე გამოვლენილი სამყაროზე ყვებოდა ვალერია კალცოვა, არ მახსოვს ოღონდ სათაური. ესე იგი, მანმატავრა, ჩვენ გავიარეთ 33 მანმატავრა ჩვენმა ციკლმა, დედამიწის ციკლმა. ესე იგი, არ მახსოვს რამდენი წელია ერთ მანმატავრაში, ვერ გეტყვით. არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ახლა ჩვენ გავდივართ 33 მანმატავრას. ეს რაც ნიშნავს? არც ესე შორსა ის დრო, როდესაც მოხდება სამყაროს გამოვლენილი სამყაროს აკეცვა. და რას ნიშნავს ეს? მე ხშირად მიხსენებია ზოგ ვიდეოებში, როდესაც შევხები ვარ ამ თემას, რომ ესე იგი, როგორც თქვენ იცით, სამყარო ფართოვდება, ხო? ჩნდება ახალი სამყაროები, ახალი სისტემები. როდესაც ვიცადეთ, ხო, და მე გითხარით, რომ ვედების მიხედვით ყოველი სამყარო არის გამოკეტილი კვერცხის ნაჭუჭში, რომლის ფენა შედგება 7 რომლის საჭუჭი შედგება 7 ფენისგან. ეხლა ზეპირად არ მახსოვს. ვიცი რომ ბოლო ფენა არის მიწა. ხო და კვერცხის ფორმა ხომ იცით როგორია და ქვევით ცოტა ის არის სივრცე. სივრცე კი რაღაცა ფუღუროსავით აქვს კვერცხს ქვევით, სიცარიელე. ხო, და ვედების მიხედვით კვერცხში იქ არის წყალი, ატმატიკური წყალი, საციცოცხლო, სადაც ძინავს ბრამას და როდესაც ბრამა იღვიძებს, ხდება აკეცვა. იქ რაღაც სუნთქვასთან რაღაც არ მახსოვს ზუსტად. როდესაც ბრამა დააპირებს გაღვიძებას, მოხდება
თანდათანობით ამ გამოვლენილი სამყაროს აკეცვა. ჯერ თუ გამოვლინებელი სამყარო იშლება, რასაც თვალებით, ფიზიკური თვალებით ჩვენ ვერ ნახავთ, გამოვლინებელი სამყარო ქვია იმ წვრილ დონის სამყაროებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ჯერ. და შემდეგ უკვე გამოვლენილი სახით, უკვე მატერიალური და ფიზიკური სახით. ხო, ამას ქვია გამოვლენილი. მატერიალური და ფიზიკური სახით სამყარო, რომელიც ჩვენ წინაშე არის წარმოდგენილი, ის არის გამოვლენილი სამყარო. და როდესაც ბრამა დაიწყებს გაღვიძებას, გაღვიძების, თანდათანობით ეს გამოვლენილი სამყაროს აკეთვა დაიწყება გამოვლენილი სამყაროდა. ნევნელა მივა გამოვლენილ სამყაროზე. და როდესაც საბოლოოდ ბრამა გამოიღვიძებს, ყველაფერი იქნება აკეცილი, მაგრამ არაფერი არ იქნება დაკარგული. ყველაფერი ინახებოდეს იქნება, მთელი ინფორმაცია. შემდეგ, როდესაც შემდგომ მამატავრაში ბრამა დაიძინებს, ისევ გადაიშლება. ჯერ გამოვლინებელი, შემდეგ გამოვლინებული სამყარო. ხო, მე მგონი გასაგებად აგიხსენით. ამიტომ ამიტომ ოკულტისტები თანახმარიან ადვაიტა ვადენტების ფილოსოფიასთან. ეთანხმებიან, ესე იგი, ამათ ფილოსოფიას, ამ ადვაიტა ვედანტების ფილოსოფიას, რაც ეხება მაღლა მოყვანილ მდგომარეობას. ისინი ამტკიცებენ ფილოსოფიურ საფუძველზე შეუძლებელ ფილოსოფიურ საფუძველზე შეუძლებლობას იდეის მიღებისა, ყველაფრისა აბსოლუტურისა, რომ ქმნის ან ვითარებს ოქროს კვერცხს, რომელშიც ის შედის. განასახიერებისთვის ბრამა შექმნელში, რომელიც შემდგომში ღმერთებში იშლება, იშლება სამყაროში. ისინი ამბობენ, რომ აბსოლუტური ერთიანობას არ შეუძლია გადასვლა უსაზღროებაში. რადგან უსაზღროება უშვებს სავარაუდოდ რაღაცის გაჭიმვას, რაღაცის გაშლას. ეს ბჭყალებში, ეს რაღაცისა ბჭყალებში და ხანძრივობას ამ ბჭყალებში რაღაცისა, რადგან არ არის გასაგები რის რაღაცისა ეს ბჭყალებში, მაგრამ ერთიანი ყველაფერი უდრის სივრცეს, რომელიც არის მისი ერთადერთი ცოტა გამიჭირდა სიტყვა უმასლიწილნის ტერმინის გაშიფრვა, მაგრამ მე მგონია, აქ წერია, რომ
რომელიც ხო, მაგრამ ერთიანი და ყველაფერი უდრის სივრცეს, რომელიც არის მისი ერთადერთი, ესე იგი, მისი ტვინის ხედვა ალბათ, ხო, მისი ტვინის ხედვა და ფიზიკური წარმოდგენით ჩვენ პლანეტაზე ან ჩვენ არსებობის პლანეტაზე შეუძლებელია იყოს ობიექტად ან სუბიექტად შემეცნებისა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ვარაუდი, რომ მარადიული, უსაზღვრო, ყველაფერი ყველგან ერთიანია, ყოფის, როგორ გითხრათ, ვместებითია ყოფის მაგივრად, და მარადისობისა შეიძლება გახდეს პერიოდული გამოვლინებების მალებად გამომდინარე, ძალებად, მაპატიეთ, გამოვლინებების ძალებად გამომდინარე მრავალნაირი არსებად, მაგრამ ეს ერთიანობა მიატოვებდა მასეთ ყოფას. ლოკის იდეა, რომ სულთა სივრცეს არ შეუძლია არც წინააღმდეგობა, არც მოძრაობა, არასწორია. აქ ვასწორებ მე, იმიტომ ცოტა პაუზები მაქვს. სივრცე არ არის უსაზღვრო სიცარიელე. ხო, აქ ახლა შევჩერდები და აგიხსნი თუ რას ნიშნავს. სივრცე არ არისო უსაზღვრო სიცარიელე. და იმასაც ამბობი, კოსმოსი ვაკუუმიაო. არა ვაკუუმი კოსმოსი. სიცარიელე ან არ არსებობს, ან ეს სიცარიელე მოძრავია. დიახ, ის რაც ჩვენ მიგვაჩნიათ სიცარიელებს, ეს სიცარიელე მოძრავია. მაგალითად, ბორეევმა თავის სტილში ახსენა, რომ არის მოძრავი სიცარიელე, რომელიც ბრუნავს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. როდესაც მოძრავი სიცარიელე ბრუნავს, ხო, ამას მე თქვენ ახლა გეუბნებით ბორევის წიგნიდან. როდესაც სიცარიელე ბრუნავს ისრის საათის მიმართულებით, იქმნება თუ არ ცდები. ახლა შეუძლებელია ყველაფერი მახსოვდეს. თუ არის ენერგია, მაგრამ თუ არ ვცდები იქ რომელი მაპატიეთ, ხო, ეს სიცარიელე ბრუნავს ან საათის ისრის მიმართულებით, ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და მე არ ვიცი, არ მახსოვს რომელი მიმართულება ქმნის ზის ენერგიას, რომელი მთვარის. არ მახსოვს, ამიტომ მოდით რომ ტყუილი არ გამომივიდეს, უბრალოდ იცოდეთ, რომ არსებობს სიცარიელე და ეს სიცარიელეც არ არის უგონო, ეს სიცარიელე გონიერია და ის ბრუნავს. და დიახ, და ჩვენ ატომებშიც
ფიზიკური არსებების ატომებშიც არის ამ სიცარიელის რაღაც ნაწილი და იქაც ბრუნავს. დიახ. ხო, მე გითხარით, რომ სივრცე არ არის უსაზღვრო, სიცარიელი არც პირობითი შევსებაა, მაგრამ თავში იტევს ორივე გაგებას. რას ნიშნავს? თავში იტევს ორივე გაგებას. იმას, რომ აქტერია, რომ სივრცეს არ შეუძლია არც წინააღმდეგობა, არც მოძრაობა. ეს მე მგონია არასწორია. ხო, მეც ვეთანხმები ამას. მეც ვეთანხმები, რომ ეს არის არასწორი გაგება, რადგან სივრცე შეუძლია წინააღმდეგობის გაწევაც და შეუძლია მოძრაობაც. ის კი არა, ცარიელ სივრცესაც შეუძლია მოძრაობა. კარგით, გავაგრძელოთ. და იცით რა, აქ არის ასეთი წინადადება რუსულად. Будучи на плане абсолютной отвлеченности. მე შევეცადე ეს ცოტა გასაგებად, მე რუსულად კი მესმის. აქ ახლა მე თქვენ გეტყვით თუ მე როგორ მესმის. ხო, არის აბსოლუტი კი იცით რა, აბსოლუტი. აბსოლუტური სიტყვა. Отвлеченность არის ესე იგი ყურადღების გაფანტვა. Плანი კი იცით რა, план. Будучи ყოფისას, ესე იგი აბსოლუტური ყურადღების გაფანტვის მდგომარეობაში, უпростად აბსოლუტური ყურადღების გაფანტვის პლანზე ყოფისას. მე მგონი ზუსტად გამომივიდა. ყოფისას? ხო. ესე იგი აბსოლუტური ყურადღების გაფანტვის პლანზე ყოფისას, მარად ამოუცნობი ღვთაებით, რომელიც არის სიცარიელი მხოლოდ შეზღუდული ტვინებისთვის. ილუზორული პლანის თუ ვალსაზრისი ან პლენუმით აბსოლუტური მტევადობით მთელი არსებისა გამოვლენილი ან არაგამოვლენილისა ის ანუ ხო, აქ იგულისხმება ანუ რუსულად ის მე მივუწერე მაინც ანუ არის იმიტომ რომ ის ანუ აბსოლუტურია ყველაფრით. არანაირი განსხვავება არა ქრისტიანი მოციქულების განმარტებებს შორის ჩვენ მათში ვარსებობთ და გვაქვს ჩვენი ყოფა და განმარტებების ინდუსური რიშების შორის სამყარო ცხოვრობს, გამოდის და უბრუნდება ბრამანს, როგორც მე თქვენ გითხარით, იკეცება და იშლება, რადგან ბრამანი გამოუვლენელი არის ეს სამყარო. ინ აბსკონდიო ბრამა კი გამოვლენილი არის ლოტოსი, რომელიც გახდა ორსქესიანი სიმბოლურ ორტოდოქსალურ დოგმებში და ამდაგვარად ღმერთად მიძღვნილი მოციქულისა, მოციქული დამიწერია, მოციქულისა, ღმერთად მიძღვნილი მოციქულისა და ინდუის ტური, თუ გამომიტოვებია,
ოდედა სიჩქარეში რიშისა არის წარმოდგენილი სივრცე, როგორც უხილავი, ასევე ხილულიც. სივრცე ეზოთერიკულ სიმბოლიზმში ეწოდება 7-ჯერ შემოსილი მარადიული დედა-მამა, რადგან არდი ფირინცირებულისაგან მის დიფერენცირებული ზედაპირამდე ის შედგება 7 ფენისაგან. რადგან არის ის, რაც იყო, არის და იქნება, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სამყარო ან არა. იარსებებენ ღმერთები თუ არა. კითხულობს უკაცრავად ისე დაუბრუნდით. არა, ბრატოთერიათე, უკაცრავად. შემშლია. კითხულობს ეზოტერიკული კატეთ ქიზისი სენზარა. პასუხად ღებულობთ წყალებში სივრცე. არა ერთიანი გაუგებარი მარად არსებული ღმერთი ბუნებაში ან ბუნება in epscondito ეს ლათინური სიტყვა და არ ვიცი ამის ნიშნულობა მოცილებულია, მაგრამ მხოლოდ ღმერთი ადამიანური დოგმისა და მისი გაადამიანური სიტყვა ბწყალებში ადამიანი თავის უსაზღვრო თვით აზრისა და დაბადებიდან მოყოლებული სიამაყისა და ამოება თავისი წმინდანობაში თავისი წმინდანი ხელებით ჭყალებში მასალისაგან თავისი ხელებით შექმნა თავისი სიწმინდე. თავისი ხელებით შექმნა თავისი სიწმინდე. მასალისაგან, რომელიც მან ნახა თავის შეზღუდულ ტვინში და თავს დაახვია თავიანთ თანაძმებს, როგორც ესე იგი ადამიანმა თვითონ შექმნაო ღვთაება, სიწმინდე თავისი ხელებით და შემდეგ სხვებს დაახვიაო თავზე, როგორც არაპირდაპირი გამოცხადება ერთიანი ფარული ჭყალებში სივრცისაგან. ოკულტიზმში ჭეშმარიტად დაფრინავს ჰაერში. ჩვენი მე-19 საუკუნის ბოლოს ბევრი წიგნებს შორის, რომლებიც ახლა გამოიცა, ჩვენ
რეკომენდაციას გავუკეთებთ, ვინც სწავლობს თეორეტიკულ ოკულტიზმს. ეს არის ბრჭყალებში მოყვანილი. ასე გრალ ბრჭყალებში. ოკულტისტი ღებულობს გამოცხადებას გამომდინარე ღვთაებრივი, მაგრამ საბოლოო არსებებიდან, გამოვლენილი ცხოვრებიდან, მაგრამ არასდროს არ გამოვლენილი ერთიანი ცხოვრებისა არსებისაგან, რომლებსაც ეწოდებათ პირველ შობილი ადამიანებად. თხიანი ბუდა, თხიანი ბუდაები, თხიანი ბუდისტები ან თხიან კოგანები, რიცი პრავაპატი ინდუსებთან, ელოჰიმებად წოდებული ან ღვთისმშობლად წოდებული ებრაელებთან. პლანეტარული სულებით ყველა ერისა, რომლებიც გახდნენ ღმერთები ადამიანებისთვის. აგრეთვე ოკულტისტები უყურებენ ადო გაქტის როგორც უყურებენ როგორც პირდაპირ ემანაციას მულა პრაკრიტი მალადიული ძირისა იმისი რუსულად ტავო, მაგრამ ქართულად მე გადავთარგმნე როგორც იმისი, ბრჭყალებშია ეს სიტყვა ტავო და ქალაქური ასპექტი ხელოვნების მიზეზისა, ბრამისა, მის ხატში, აკაშისა, მთელი სამყაროს სულისა, როგორც მაია, ფილოსოფიური თვალსაზრისით და როგორც მიზეზი კაცობრიობის მაიასი. მაია არის ილუზია. ხო, ეს მაქვს მე წინათ კიდე ახსნილი, მაგრამ ეს აზრი, ვაზრენია რუსულად, მაგრამ ქართულად აზრი. არ ეწინააღმდეგება მის წმენას, მის არსებობაში, მისი გამოვლენის მთელი დროის მანძილზე, მთელი მან ვან ტარებე უკაცრავად მთელ მან ვან ტარეზე, მან ვატარა, ხომ იცით, აგიხსენით რა. აგრეთვე აკაშის გამოყენებით მულა პრაკრუტის გამოსხივება, როგორც ურთიერთ მდგომარეობა გამოვლენილი მატერიალურ სამყაროსთან. ტერმინი მულა პრაკრიტი, მულა ბრჭყალებში ნიშნავს ძილს, ფესს და პრაკრიტი არის მატერია. იქა პარაპრაკრიტი რო ვერ ვნახე სიტყვა მე ინტერნეტში, ეს ყოფილა პარა ნაწილი და პრაკრიტი ნიშნავს მატერიას. ესე იგი იქ იმ სიტყვას პრაკრიტი ქონია მნიშვნელობა მატერიის ნაწილი. აგერ ნახეთ თარგმანი. მაგრამ ამ შემთხვევაში მულა პრაკრიტზეა საუბარი, იქ პარაპრაკრიტზე. პარა არის ნაწილი. ხო, აქ მულა პრაკრიტი ითარგმნება როგორც მატერიის ფესვი, მატერიის საწყისი, მატერიის ძირი. ან არ გამოვლენილი წინა ბრივი, წინა ჩვეულებრივი მატერია, რომელსაც ეწოდება დასასრული ალქიმიკოსებით ადამის მიწად, გამოიყენება ვედანტისტები პარა ბრამანთან. პრაქტიკულ მიზნებთან, რადგან ეს სამყაროს სული დაკავშირებულია ყველა ბუნებრივი ფენომენებთან, ცნობილი და უცნობი
ჩვენი მეცნიერებისთვის მსოფლიოს უძველესი რელიგიებით ეზოტერიკულად, რადგან ეზოტერიკული ფუძე ძირი ან ფუძე ერთი არიან ინდუსების, მასდეიცების, ეგვიპტელების რელიგიების. შემდეგ მოდის ქალდეების რელიგია, როგორც გამონაშთი ტრანდულებისა. ახლა სრულიად დაკარგული სამყაროსთვის მისი ნაკვალევის გამო ნაკლისით შეცვლილი საბეისმში, როგორც ეს ახლა იხსნება არქეოლოგიებით. შემდეგ რელიგიების ზოგის გავლით, რომლებიც იქნებიან ნახსენები მოგვიანებით მიდის ებრაული, რომლებიც ეზოტიკურად მისდევს ბაბილონის ხაზს, როგორც მაგალითად კაბალა და ეზოთერიკულად არის ალეგორიულის ლეგენდების კრებულად, როგორც გამოსვლის წიგნი და ხუთი წიგნი. წაკითხული ზოხარას სინათლეში 4 საწყისი თავი გამოსვლისა არის ფრაგმენტი მაღალ ფილოსოფიური გვერდები სამყაროს კოსმოგონიაში, დატოვებული მათ სიმბოლურ სამოსში. ისინი არიან საბავშვო ზღაპარი, მახინჯი, ეკლები, მეცნიერების თვალებში და ლოგიკისა კარმის რეალური შედეგი. წარმოვიდგინოთ მათ ქრისტიანობის პროლოგად მსახურებად არის სასტიკი შურისძიება თავიანების მხრიდან ალბათ. ხო, თავისიანების მხრიდან. სიჩქარეში პირიქით დამიწერია ყველაფერი. თავისიანების მხრიდან, როგორც იცოდნენ აზრი თავიანთი 5 წიგნისა. 5 წიგნის შინაარსისა. ეს იყო ჩუმი პროტესტი მათი ყაჩაღობის წინააღმდეგ და ებრაელები ახლა დასაკვირველია აქვთ უპირატესად მათი ტრადიციული მდევრებისაგან. მაღლა მითითებული ეზოტერიკული რწმენები იქნებიან შემდგომში მსოფლიო დოქტრინის სინათლეში. ოკულტიზმის კატეხიზმში გამოკეტილია შეკითხვები და პასუხები. რა არის ის, რაც მარად არსებობს? სივრცე, მარადიული, ანუ პადაკა, რომელსაც არ ყავთ მშობლები და არის, რაც მარად არსებობდა ემბრიონი ძირში. რა არის ის, რაც მარად გამოდის და მოდის? უმაღლესი სუნთქვა. მაშინ არსებობდნენ 3 მარადიული? არა, 3-ვე ერთიანია. ის, რაც ყოველთვის არის ერთიანი. ის, რაც ყოველთვის ის, რაც მუდამ მარადიულია და ინახება აგრეთვე ერია და ეს არის სივრცე. ახსენი,
ლანუ მოწაფე. ლანუ არის მოწაფე. ერთიანი არის დაუნგრეველი. წრე ბეჭედი, მაგრამ რგოლი ან წრე რგოლის გარეშე, რადგან ის არცად არის და ყველგანა ერთიანი უსაზღვრო გეგმა წრისა, რომელიც ავლენდა დიამეტრს მანვატარულ პერიოდე ბიერთ მოიცადე პერიოდე მაპატიეთ რომელიც ავლენდა დიამეტრს მანვატარული პერიოდები ერთიანი განუყოფელი წერტილი არცად არ იმყოფება და ყველგან ხილული იმ პერიოდების დროს. გახსოვთ მე თქვენ ნახატები გაჩვენეთ, გაიხსენეთ ის ნახატები და ყველაფერს გაიგებთ. წრე, წერტილის შუაში, შემდეგ დიამეტრები დაყოფილი გორიზონტალური ხაზი, შემდეგ დიამეტრი ვერტიკალურ ხაზზე, შემდეგ ტაუასო, შემდეგ ტორის ჩაქუჩი, ანუ სვასტიკა. ის ვერტიკალია და ჰორიზონტალური ხაზი. მამა და დედა კენწერო და ფუძე მამისა და ორი ბოლო დედისა სინამდვილეში არსად არ მიღწევადი, რადგან ერთიანი არის რგოლი და აგრეთვე რგოლები, რომლებიც იმყოფებიან ამ ბეჭდის შიგ. რგოლები ბეჭდის შიგ, რგოლის შიგ, რგოლები, მრავალი რგოლები. სიბნელეს შიგ სინათლე და სინათლე სიბნელეში. ხომ ესე იგი, იქ მე რო თქვენ რგოლი განახეთ, რგოლი თეთრი შიგნით, სუფთა, შეუღებავი. და წრე არის შავი, ხო? ამ წრის მიღმა, ესე იგი, შუაში, წრეში არის სინათლე, წრის გარეთ სიბნელე, ან პირიქით. შეიძლება წრეში, წრის შიგნით იყოს სიბნელე, ანუ ჩამოქებული და წრის გარეთ სინათლე. ხომ გესმით? შეიძლება თქვენ ის წრე გააფერადოთ, ეს დანიშნავდეს სიბნელეს, ან დატოვოთ ღიად და წრის გარე მიღმა სივრცე ნიშნავდეს სიბნელეს. სუნთქვა, რომელიც მარადიულია, ის გამოდის გარედან შიგნით, როდესაც ის ყველგანაა და შიგნიდან გარეთ, როდესაც ის არცად არაა, ესე იგი მაია. გაიხსენეთ ნახატი წრე, რომელსაც შუაში აქვს წერტილი, ანუ ჩანასახი. სუნთქვა, რომელიც გამოდის ამ ჩანასახიდან და შედის. მაგრამ ის, როდესაც არცად არაა, ესე იგი ილუზია, თითქოს სუნთქვა გამოდის, შედის. ყველაფერი ილუზია ჩვენ გარშემო. ერთი ცენტრიდან ცენტრის ქვეშ იგულისხმება აქ ენერგიის ცენტრი ან კოსმოსური ფოკუსი, როდესაც ეგრეთ წოდებული ქმნილება ან პლანეტის შექმნა დამთავრებულია იმ ძალით, რომელიც განისაზღვრება ოკულისტებით ცხოვრებით, მეცნიერებით, ენერგიით, ხან პროცესი ხდება შიგნიდან გარეთ. ის ვრცელდება და
იკუმშვება და იკუმშვება ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. როდესაც ის ვრცელდება, დედა ასხამს და ყრის. როდესაც ის იკუმშვება, დედა შთანთქავს და აგროვებს. ხო, იგივე ბრამა. ბრამა, როდესაც ეგრეა ბრამა, აქ დედაა მოყვანილი და ვედებში ბრამა. ბრამა ქვია იმ დედას, რომელიც ხო, ახლა გამახსენდა, ამას შევადარე ახლა და გამახსენდა. დედა ესე იგი, როდესაც ხდება დედის ვრცელდება. მოიცადეთ? ხო. ხო, როდესაც დედა ჩაისუნთქავს, ის ყველაფერს აგროვებს. ანუ ყველაფერი გროვდება, იკუმშება, ანუ იკეცება, მაგრამ დედა როდესაც ამოისუნთქავს, ის ყველაფერს ავრცელებს, ყრის ყველაფერს. ასევეა ბრამა, ჩასუნთქვის დროს ისრუტავს, ამოსუნთქვის დროს ყველაფერს ყრის. ვედების მიხედვით. ეს ქმნის პერიოდებს ევოლუციისა და გახსნისა. მანვატარები და მანვატარებისა და პლალაისა. ხო, არასდროს დამიწერია, მაპატიეთ. ემბრიონი უხილავია და ცეცხლოვანი. ძირითი წრის ფართობი გრილია, მაგრამ ევოლუციის და მანვატარის დროს მისი სამოსი ცივი და ბრწყინავია. ცხელი სუნთქვა არის მამა, რომელიც შთანთქავს შთამომავლობას მრავალ გრანებიანის ელემენტისა სხვადასხვა და რომელიც ტოვებს ერთ გრანიან ერთ გვაროვანს. ცივი სუნთქვა არის დედა, რომელიც ქმნის სიცოცხლეს, აფორმებს, ბადებს და ისევ იღებს თავის სხეულში, იმისთვის, რომ გარდაქმნას ისინი ახალი განთიადისთვის, ბრამის დღე ან მანვატარისთვის. უფრო ნათელი გაგებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ოკულტური მეცნიერება აღიარებს 7 კოსმოსურ ელემენტს, 4 სრულიად ფიზიკური, მეხუთე ეფირი. ნახევრად მატერიალური, რომელიც ჩანდეს იქნება ჰაერში ჩვენი მეოთხე წრის ბოლოსკენ. იმისთვის, რომ ფერზე იბატონოს. ხო, მეტისხანელად არ გადაითარგმნება. ვერხოვნა გლავენსტოს ყველაფერზე იბატონოს. სხვებზე მთელი მეხუთე გაგრძელებაში და დანარჩენი 2 ჯერ ადამიანური გაცნობიერების მიღმა. ამის მიუხედავად ისინი გამოფრინდებიან როგორც განჩები მე-6 და მე-7 რასასთან ამ წრისა და შეესაბამებოდეს იქნება შესაბამისად მე-6 და მე-7 წრეში. ეს 7 ელემენტი მათ უამრავი სუბ-ელემენტებით უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს ცნობილი მეცნიერებისთვის არის უბრალოდ პირობითი ცვლილებებით და ასპექტებით ერთიანი ელემენტისა. ბოლო ეფირი არ არის არც აკაშა, მაგრამ მათი წყარო. ოკულტური მეცნიერება ასწავლის და
უკაცრავად ყველა დავამატე 100. ოკულტური მეცნიერება ასწავლიდა მთელი საუკუნის განმავლობაში, რომ აკაშა, რომლის უხეში ფორმაა ეფირი, მეხუთე მთელი სამყაროს კოსმოსური პრინციპია, რომელიც ექვემდებარება და რომლისგან გაჩნდა ადამიანი. მეხუთე ელემენტი ახლა ღიად დაცული მეცნიერებით არ არის ჰიპოთეტიკური ეფირი ისააკი ნიუტონისა, თუმცა ის ამ სახელს უწოდებდა, რომელსაც გაუკეთა ასოციაცია თავის ტვინში, მამა და დედას ძველებისა. ნიუტონი ინტუიტიურად ამბობდა, ბუნება შრომელია შეუწყვეტელ წრიულ ბრუნვაში. ხო, კრუგავარაშენია ბრუნვა, რომელიც ქმნის სითხეს მაგარი სხეულებიდან, უმოძრავო სხეულები ფრინავებისგან და ფრინავი უმოძრავებისაგან. წვრილები რუდა მიწერია წვრილები უხეშებისაგან და უხეში წვრილებისაგან. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სტანტები ხსნიან მხოლოდ კოსმოგონიას ჩვენი პლანეტარული სისტემისა და მზის მრალაია დამიწერია. მზის არა მნიშვნელობა აქვს დიდი. პლანეტას შემდეგ ხილული წრეზე მის გარშემო. ფარული სწავლებები, რომელიც ეხება მთელი კოსმოსის ევოლუციას, შეუძლებელია გასაჯაროვდნენ, რადგან ისინი არ იქნება გაგებული ტვინი კოსებითაც კი ახლანდელი საუკუნისა და მხოლოდ რამდენიმე მიძვნილების ყველაზე უფრო მიძვნილების ნება დართულია მსჯელობები ამ საგანთან დაკავშირებით. უფრო მეტიც მასწავლებლები ღიად ამბობენ, რომ უსაჩეშე დღიან კოგანცი უმაღლესი დღიან კოგანელები დღიან კივერ ცდებოდნენ ამ საიდუმლოებებს ის საზღვრების მიმართ, რომლებიც ყოფენ მილიარდობით მზის სისტემებს, ეგრეთ წოდებული ცენტრალური მზისა. ამიტომ ეს მონაცემები ეკუთვნის მხოლოდ ჩვენ ხილულ კოსმოსს ბრამის ღამის შემდეგ. სანამ მკითხველი გადავა სტანცების განსახილველად, არა მე არ შემშლია, ასე უწოდებენ სტანცები. სტანცები ეს არის, მე აქ მიწერია მე ახსნა, იქამდე მივალ. ახლა ამერევა ყველაფერი. სანამ მკითხველი გადავა სტანცების განსახილველად, ზიანის წიგნიდან, რომლებიც შეადგენენ ნამდვილ ნაშრომის ფუძეს, სრულიად აუცილებელია, რომ ის გაიცნოს რამდენიმე ფუნდამენტალურ გაგებებს, რომელიც დევს ძირში და ახვატებაють. თვითონ ნახავ ახლა. ხო, მე გადავიყვანე, როგორც აერთიანებს ფიქრების მთელ სისტემას, რომელიც წარმოდგენილია მის საყურადღებოდ. ეს მთავარი იდეები არაა მრავალრიცხოვანი, მაგრამ მათი ნათელი გაგებისთვის
და ასათვისებლად ათვისებაზე არის დამოკიდებული დანარჩენის გაგება, რადგან არ საჭიროებს ბოდიშებს. კითხელების თხოვნას ჯერ შეისწავლოს ეს საკითხები, სანამ მიუდგება ამ ნაშრომის წაკითხვას. მოდით აქ გავჩერდით. დროებით.